მე მგონი რომ დავიბადე პირველად წიგნებს შევხედე. ხო და ამიტომ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა. მართალია სკოლაში რომ ვსწავლობდი მათემატიკაც მემარჯვებოდა, მაგრამ მაინც აი წიგნი რო არის და წიგნი რომ გადაფუცლავდა რომ წაიკითხავ, იქედან მიღებული ინფორმაცია ის მაინც ჩემთვის სხვა არის. და ოჯახში არ იყო ასეთი წინააღმდეგობა. დედაჩემსაც უნდოდა რომ მესწავლა, ახლა მამაჩემიც მართალია ისეთი ბევრ რამეში ძველებური შეხედულების კაცი იყო და მეცნიერად რომ გითხრათ, კაცები ერჩივნა. მაგრამ ახლა მე რა ძალიან გავძალიანდი, ჩემთვის აღარაფერი უთქვამს და მე დავიწყე მუშაობა მეც და საერთოდ რომ გითხრათ, ამ ბოლო ხანებში იმდენი არის ქალი, ზოგი მეცნიერი, ზოგი პოლიტიკური მოღვაწე და იმდენი ვიცით ამათ შესახებ, რომ ვფიქრობ, ქალს არ უნდა უჭირდეს ეს მეცნიერული მუშაობა, თუ სათანადო პირობები აქვს. არ იყო კარგი პირობები, იმიტომ რომ მე ოჯახი რომ მქონდა და შვილები რომ მყავდა, რამდენჯერ ღამე მიკეთებია სადილი და მირეცხია სარეცხი. მაგრამ პრინციპულად ეს გულისხმობს ისეთ მინიმალურ კომფორტს ოჯახურს, ის რომ ზედმეტად ის შავი სამუშაო არ აკეთო და აკეთო უფრო ისეთი რამ, რაც უფრო სასარგებლოა. მე მომიხდა ბრძოლა ისეთ სტერეოტიპთან, რომდებს არ ვწერ, თურმე მე სულ ყველას ვჭრი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის მართალი. ჩვეულებრივად ვკითხულობდი რაღაცას და რა თქმა უნდა მე არა მაქვს არავითარი მორალური უფლება, რომ ადამიანს თუ კარგი ნიშანი ეკუთვნის, იმას ის არ დაუწერო. ეს არის ოღონდ როგორია ჩვენ სწავლებაში პრინციპი, რაში წერთ ჩვენ კარგ ნიშანს და რაში არა. მე როდესაც ვასწავლიდი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო ხომ და მე რომ ნიშანს არ დაუწერდი, შეიქმნებოდა ერთი ჰაი-ჰუი, დაიბარებდნენ იმას, ხელახლა ჩაუტარებდნენ გამოცდას, მერე კიდე რაღაცას ხანდახან მე თვითონ არც კი დამასწრებდნენ ამ გამოცდას, რაც წესი არ არის და ბოლოს ახლა რაღაცას რომ იტყო და რაღაცა ხომ თქვა და დაუწეროთ ნიშანი. ჩემი თვითონ მუშაობა არ მიმაჩნია ისეთ დიდ რამეთ, არაფერი განსაკუთრებული არ შემიქმნია, მაგრამ ვცდილობდი, რასაც წერ იმ დონეზე იყოს, რომ არ თქვან ეს რა დაუწერიაო, სისულელეო. მე ძირითადად მუშაობდი ხელნაწერთა ინსტიტუტში ვიყავი თანამშრომელი, საკმაოდ ბევრი მაქვს მე ნამუშევარი ამ ხელნაწერებზე და უნდა გითხრათ, რომ ხელნაწერი არის ისეთი რამ, ერთხელ რომ შეგეყრება იმისი სენი, ვეღარ მოიშორებ იმას, აი სულ იმას უყურებ. მეჯირა სინაზე როდესაც ვიყავი, ქართული უძველესი სინური მრავალთავი და აი ასე მეგონა, რომ თუ სადმე ქვეყანაზე რამე საუნჯი არის, ის ახლა მე მიჭირავს ხელში მეთქი. ხო, ეს სიყვარული არ ქრება. კი, რა თქმა უნდა. აი ეს სურვილი, რომ რაღაცა ახალი გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ ლამის 100 წლისა ვარ, 98 წლისა ვარ, ვეღარ დავმალავ ამას და მიუხედავად ამისა, ეს ინტერესი, რომ კიდევ რაღაცა გავიგო, რა ხდება თუ მეცნიერებაში, თუ საერთოდ ქვეყანაზე, კიდევ შემსჭა.